მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით და რას. დღეს ერთ პოზიციაზე გავაკეთებთ გაშლას, ასარჩევი პოზიციები დღეს არ გვექნება. თუ თქვენზე რეზონირდა დღევანდელი საჯარო გაშლა, ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს ინფორმაცია თქვენზე რეზონირებას, როდესაც ვიდეოს ჩართავთ და მოусმენთ და არანაირი კავშირში არ არის ის, როდის არის განთავსებული საიტზე. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მესენჯერში მომწეროთ დეტალებისთვის. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ და ვნახოთ დღეს რას გვიპასუხებს ტარო, ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით და ასევე გავიგოთ თუ რას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენზე. Ახლავე დავიწყებ ინფორმაციის წაკითხვას. პირველ რიგში ამ პიროვნების დამახასიათებელი თვისებებით დავიწყოთ, რომ მიხვდეთ დღევანდელი საჯარო გაშლა თქვენზე არის თუ არა. სხვა შორის აქ თქვენზე ფიქრობს ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ბალანსის, დისბალანსის და მუდმივი არჩევანის წრეში. ძალიან არასტაბილური ემოციური ფონით შეიძლება იყოს დაკავშირებული თქვენთან. შეიძლება იყოს ორ სამყაროს შორის ცხოვრები პიროვნება, ორ ურთიერთობას შორის არჩევანი ჰქონდეს, ასევე ესეც შეიძლება განვიხილოთ. თითქოს რაღაც ორ დატვირთვას, ორ პასუხისგებლობას ერთდროულად ატარებს და ხშირად თავადაც აღარ იცის, ვთქვათ, რომელი მხარე უნდა დათმოს, ან რომელი მხარეს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. სხვა შორის აქ ბევრი თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება იყოს სამკუთხედი. ან შეიძლება იყოს ესეთი ვითარება, რომ ეს პიროვნება ორ ქვეყანას შორის ცხოვრობდეს, მიდიოდეს სადღაც, საზღვარს კვეთდეს, ან ისევ მერე ბრუნდებოდეს, ან ქალაქებს შორის ჰქონდეს მუდმივი მიმოსვლა. სხვა შორის ხასიათითაც, როგორც ცხოვრების სტილითაც არის ძალიან ცვალებადი, შეიძლება ადვილად იბნება. ერთ დღეს შეიძლება იყოს უზომოდ თბილი, მეორე დღეს უყურადღებო იყოს გაქრეს. მაგრამ აი ამ თავისი ქაოსური ცხოვრებიდან გამომდინარე, მაინც ცდილობს, რომ იყოს ყველასთვის კარგი ადამიანი. გული არავის ატკინოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე გამოსდის ხოლმე, რომ ბევრს მისი ამოუხსნელი ქცევები აწუხებს და აი არ არის ისეთი პიროვნება, ვთქვათ, რომ ეს მიზანი ჰქონდეს, რომ ვიღაცას აწყინოს ან რაღაც დაპირდეს და მე ვერ შეასრულოს, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოსდის ხოლმე, რომ ხშირად შეიძლება ადამიანი გაანაწყენოს, ეს მხოლოდ პირად ურთიერთობებს არ ეხება, გარშემოყოლ პიროვნებებთანაც ესე ხდება. თითქოს აი ყოველთვის რაღაცის აწონდაწონვის ქვეშ არის, რომ აი გადმოდგას თუ არა ნაბიჯი, წამოვიდეს თუ არა თქვენთან, რა შედეგს მოიტანს, აი რაღაც თითქოს თქვენვე ხვდებით, რომ შეიძლება ნახევრად დაუმთავრებელ აზრს აფიქსირებს და მერე თავს იკავებს, რომ ბოლომდე რაღაც თქვას. ეს შეიძლება იქიდან გამომდინარე ხდებოდეს, რომ რაღაცას ვერ გპირდებათ, რადგან შესაძლო ვარიანტი ეს არის, რომ ორ ადამიანს შორის იყოს გრძნობით გაყოფილი. ან შეიძლება ფიქრობს ორი მიმართულებით, რადგან აი ეს ორი არკანი არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი.
ძალიან მიჯნავს, თქვათ, ემოციურ სიტუაციას და პრაქტიკულ მხარეებს. ესეც შეიძლება მოვიაზროთ ესეთი ხასიათის პიროვნება. ხშირად, რა თქმა უნდა, არაფიქსირებს გრძნობებს ბოლომდე ძალიან ბევრ გაურკვევლობაში, შეიძლება გამყოფებდათ, ან ურთიერთობა თუ ახლაც გაქვთ ესეთ პიროვნებასთან გამყოფებთ, თავადაც არ არის დარწმუნებული ბევრ თავის ნახევრად წამოწყებულ საქმეში. ძალიან გრძნობიარე პიროვნება არის ამავდროულად, მაგრამ მუდმივად ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ არის ძალიან გაუწონასწორებელი. ხშირად შეიძლება აფიქსირებს იმ პოზიციასაც, რომ ენატრებით ან კონტაქტიდან უცებ რომ გაქრება მაინც ისევ თქვენსკენ მოდის, მაგრამ საბოლოო პასუხს მისგან თითქოს რაღაც მნიშვნელოვან დეტალებზე ან საკითხებზე ვერ იღებთ. შეიძლება იყოს მუდმივად დაკავებული პიროვნება, იმიტომ რომ რაღაც სულ გზებში და გადაადგილებებშიც აქტიურად გვიჩვენებს. შეიძლება მუდმივად იცვლიდეს სამსახურებრივ გეგმებსაც. შეიძლება რაღაც მომენტში მოიწეროს, რომ აი დღეს გნახავ, მაგრამ ეს დანაპირები ვერ შეასრულოს, განწყობა შეეცვალოს, არჩეული გზა, თქვათ, არჩეულმა გზამ სხვა მიმართულებით წაიყვანოს, როგორც როგორც თქვენთან დაკავშირებით, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც და პირდაპირ მნიშვნელობითაც, სულ გზებზე მიჩვენებს, შეიძლება ეს ძალიან მოძრავი პიროვნებაც იყოს. კიდევ რა აქვს დამახასიათებელი თვისება? აქვს ისეთი აურა, რომ ძალიან ცდილობს, რომ ტემპს არ ჩამორჩეს, ყველაფერი მოასწროს. მაგრამ მიუხედავად თავისი ამ ქაოსური და აქტიური მდგომარეობებისა, მაინც გადაჭარბებულად ფრთხილია გადაწყვეტილებებში. შეიძლება ზოდიაქოთია ეს პიროვნება მივაწეროთ ხასიათიდან გამომდინარე უფრო ჰაერისტიკია, სტუპები ან მერწყული მოვიაზროთ, მაგრამ რა თქმა უნდა საჯარო გაშლა არის და შეიძლება ზოდიაქო ყველაზე არეზონირდეს, მაგრამ ეს პიროვნება ნამდვილად სავსე არის ენერგიით, მაგრამ უჭირს ფოკუსირება და აი ეს ყველაფერი ზუსტად მისი ეს ჭარბი ენერგია განწყობა ფოკუსის გარეშე ისე გამოიყურება თითქოს ტყუილად ცდილობს ამდენ საბოლოო შედეგი მაინც და მაინც არ ჩანს. ეს ადამიანი ნამდვილად არ არის ბოროტი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ რეალობაში და აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრი ქაოსური ენერგია მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე შეიძლება მისი გრძნობები თქვენს მიმართ რეალურიც კი იყოს, მაგრამ თითქოს ორი ცხოვრების, ორი ტემპის ერთდროულად დაჭერა უნდა და საბოლოოდ შედეგი არც თქვენთან იდება ბოლომდე და არც თავის იმ რეალურ სამყაროში, რა სამყაროში თვითონ მოძრაობს. ხო, რაღაც ძალიან ესეთი გაჭედილი, გაურკვეველი, ქაოსური მდგომარეობებით სავსე არის, მაგრამ თქვენს გარშემო აქტიურად ტრიალებს. შეიძლება ახლა კონტაქტზე ამ წუთას არ ხართ, მაგრამ ეს პიროვნება მაინც თქვენს გარშემო აქტიურად გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, ისევ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ან ისევ რაღაც მომენტში ბედი მასთან დაგაბრუნებთ, აი რაღაც დაუმთავრებელი საკითხი ჯერჯერობით ეს პიროვნება ფიქრობს თქვენზე ძალიან ბევრს გამუდმებით და ახლა ვნახოთ თუ რას ფიქრობს თქვენზე. აქ მოდის თასების დედოფალი, აქ ვიცოდი რომ ესეთი მნიშვნელოვანი არკანი ამოვიდოდა. ეს არის რას ფიქრობს თქვენზე? გრძნობით ემოციით, სავსე ფიქრები აქვს თქვენზე. მაინც ხვდება და იაზრებს, რომ მიუხედავად თავისი ამ არეულობისა თქვენთან შანსების მოძიება სურს, ან თუ ახლა ურთიერთობა არ არის კარგ ეტაპზე, უნდა რომ ისევ რაღაც რამდენადაც შეუძლია რაღაც სტაბილურობაში შემოვიდეს თქვენთან და ყოველ შემთხვევაში ფიქრობს, რომ თუ მას შესაძლებლობა მიეცა და თქვენთან კიდევ ესეთი ძალიან უნდა რომ
თქვენთან გქონდეს რაღაც მნიშვნელოვანი შანსი. შეიძლება ახლა რაღაცაზე თქვენს მისი ასეთი ორჭოფობის გამო თქვენს რაღაცაზე უკან დაიხიათ და ისევ იმ ეტაპზე დაბრუნება უნდა, სადაც თქვენ მისი ან გჯეროდათ, ან სიხარულით ელოდით, ან უფრო მეტ ემოციას აწვდიდით და რაღაც ფასეულობების დაბრუნება სურს და თქვენთან აი თვითონვე ისეთი განწყობა აქვს, რომ აი ახლა კი რაღაცას შევცვლი, ასეთი ფიქრები აქვს. რა თქმა უნდა, შეიძლება ამის სტაბილურ ენერგიაში შენარჩუნება გაუჭირდეს, მაგრამ ამ პიროვნებას აქვს ძალიან დიდი მონატრება, ეგ ერთი. იმის აღიარება, რომ თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ და უმთავრესი ფიქრი ის აქვს, რომ თქვენს თვალში ისევ ამაღლდეს მის სიტყვებს ისევ ფასი ჰქონდეს და რაღაც ესე ვთქვათ სასიხარულო და ესეთი ემოციით დატვირთული პერიოდი შემოიტანოს თქვენთან და თავის გრძნობებზე ღიად ისაუბროს. აი რაღაც ესეთი აჟიტირებული არის ახლა ძალიან დიდი ემოციებიც აქვს და ძალიან დიდი სურვილიც აქვს, რომ ეს თავის დაგროვილი ემოციები თქვენთან მოიტანოს და გაგიმხილოთ, სიყვარულში გამოწყდეს, გრძნობებში თავისუფლად ისაუბროს და რაღაც შანსებზე ისაუბროს. აი ეს არკანი იმაზე მიგვითითებს, რომ უახლოეს პერიოდში ეს პიროვნება რაღაც მნიშვნელოვანს შემოგთავაზებთ. და იმასაც გეტყვით, რომ მის ცხოვრებაში იმაზე კარგი ხართ, ვიდრე თვითონ ამას იმსახურებს, იმაზე მომთმენი შეიძლება ხართ, ან იმაზე კეთილი, ძალიან თბილი და კეთილი ხართ მის თვალში, რადგან ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დაუმსახურებელი რაღაც მოუთმინეთ მას, ან აპატიეთ, აი რაღაც თავის დანაშაულებზე, თავის, ასე ვთქვათ, სისუსტეებზეც ბევრს ფიქრობს და თქვენ გაგიმჟღავნებთ, რომ ამ ყველაფერს ხედავს, მაგრამ საკუთარ თავს რაღაცებში ვერ ერევა. ესეთი მდგომარეობა აქვს ახლა მას. იმედია დღევანდელი გაშლა თქვენზე რეზონირდება, ასევე იმედი მაქვს, რომ საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ. მე დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე.